მაინც უნდა გააკეთონ, სულ უნდა 2 შუქნიშანი ალბათ. პარტია თავისუფალი საქართველოს თავმჯდომარის მოადგილე ქუთაისში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ამჯერად შუქნიშნების მაგალითზე ითხოვს. მისი განმარტებით მოსწავლე ახალგაზრდობის პარკის წინ იმის გამო რომ შესაბამისი რაოდენობის შუქნიშნები არ არსებობს, საავარიო სიტუაცია ხშირად იქმნება. გარდა ამისა პრობლემას წარმოადგენს გამონაბოლ ქვიც. თაბუკაშვილიდან და გუგუნავას ქუჩებიდან მომავალი ავტომობილები ერთად ცდილობენ ჭავჭავაძის გამზირზე გასვლას. ჭავჭავაძე კი, რომელიც ქალაქის ერთ-ერთი ცენტრალური სამაგისტრალო გზაა, ისედაც გადატვირთულია და მდგომარეობა შედეგად კიდევ უფრო მძიმდება. იმის თავი მაინც უნდა კონდეს, რომ აქ მოაწესრიგონ ეს მოძრაობა. მოაწესრიგონ, სულ რაღაც 2 შუქნიშნის დაკიდება უნდა. შუქნიშანიც ვერ დაკიდენ, რომელიც ამას დაარეგულირებს და ასეთ ქაოსურ სიტუაციას არ შექმნის ქალაქში. ეს ადგილი არის გამონაბოლოს გაჩენის ერთ-ერთი ოაზისი. გოუშვა დაარეგულირე, რომ განკალიფდო. ვისადუხო, საკალენდა, ვისაბიდის ვერ გეიგო. საპატრულოსთანაც არა. პრობლემის სიმწვავეზე საუბრობენ თავადმძღოლები. მათი თქმით, გადაადგილება გზის ამ მონაკვეთზე საკმაოდ რთულია. უნდა მოწესრიგდეს. აი რა პრობლემები გექნება. ვიცი, რაღაცები იქნება, ყველა უყურებს მაგას. დილათ რთულია და მოვითხოვთ, რომ გაგვისწორონ ეს სისტემა. სულ საცობებია, სულ ტრაილერებით და სულ იხერგება გზა და ამიტომ საჭიროებს ნამდვილად. ის რომ მოძრაობა მოსწავლე ახალგაზრდობის პარკის წინ ნამდვილად რთულია, ეს მეგატივის კამერამაც დააფიქსირა. ჩვენ თვალწინ 2 ავტომობილი, რომლებიც გაუმართავ მწკრივში ჩადგომას ცდილობდნენ, ერთმანეთს გაედგნენ და ერთ-ერთი მანქანა სუბუქად დაზიანდა. ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში ოპოზიციური პარტიისა და მძღოლების მიმართვაზე აცხადებენ, რომ პრობლემა მათ არ ეხებათ. ამის მიზეზად ჭავჭავაძის გამზირის საგზაო დეპარტამენტის იურისდიქციაში არსებობას ასახელებენ. თავად საგზაო დეპარტამენტში კი პრობლემის მოსაგვარებლად მერიის მიმართვას ელოდებიან. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განმარტებით მოსახლეობამ პირველ რიგში საკუთარი მოთხოვნა მერიაში ოფიციალურად უნდა დააფიქსიროს. ჩათვლის თუ არა მერია მედიის მიერ გაჟღერებულ და სახალხოდ დაფიქსირებულ მოთხოვნას ოფიციალურად ეს უკვე რთული სათქმელია. თამარ ქავთარაძე და მარიამ კუხიანიძე, ტელეკომპანია მეგატივისათვის.